დღეს მოვიდით პროფიტნეში. კერდის დღე მაქვს. თან ამ დარბაზზე ვნახე რამდენიმე არც ისე კარგი შეფასება და მაინტერესებდა რომ დამეტესტა. და ყველაფერს ნახოთ ძალიან მალე. მოდი გავახუროთ სურგი, სანამ დავიწყებ. კერდის დღე გვაქვს. წიაგით ვიწყებთ. წინაზე 90 დავიწყე, ხა? დავიწყებ 100-ით. ბეცია. კამარი. ეს მაიმუნობები მოვიტანე. ასაწევად. მოდი კადრი ცოტა გავასწოროთ. ოკეი. მოკლედ წინაზე მე ავწიე 90, 100, 130. დღეს 100, 120 და 140 ავწიოთ. 120. ამის მერე წონას არ ავწევ. ზოგადად ვწევ ხოლმე ჩემი წონის 2x-ზე. ეხლა ვარ 74 სადღაც. სანამ 80-მდე არ ავალ, წიაგაზე წონას არ ავწევ. მერე ავწევ 150, 160. ბეცია. და ამას ალბათ 6 ჯერ ავწევ, იმიტომ რომ ძიმია. დავიწყებ სცენამ კერდის ვარჯიშებით. როგორც ყოველთვის 25-ით ვიწყებ, მაშინ 25-ით ვამთავრებდი. და ვნახოთ როგორ გამოვათვალო და ჩამოვათ 29-ზე. კარგია. ამ დარბაზ სხვათა შორის აპლიკაციაში რამდენიმე ცუდი შეფასება ქონდა. არც სიბინძურე შემიტყვია, არც არეულობა. მე ხო ცოტა გვიან ვარ და ცოტა ხალხია, მაგრამ ყველაფერი ძალიან მომეწონა. ზოგადად წესრიგის ზედმეტად მოყვარული ვარ და მარტივად ვატყობ სიბინძურე თუ. და ყველაფერი ძალიან კარგი არის. სიმღერებიც ხელახმაზე არ აქვთ, რომ შემაწუხოს. დღეს მინდა ვილაპარაკო გილით ვარჯიში რატო არ არის მიზანშეწონილი, ანუ უზმაზოგული თქო. კიდე მინდა აუხსნა რამდენიმე ვარჯიში, რა თქმა უნდა, წინასწარ ერთი-ორი აუხსენი. სამეთ შევგეროთ. მოდი ახლა გავწორდეთ. ხო, მოკლედ მუცლის შეეხება კვების გარდა არაფერი არ უშველეს მაგას რა. არ მაქვს საუბარი ახლა იმ ხალხზე, ვინც სვავს დანამატებს და დანამატებში არ გულისხმობა ვიტამინები, არამედ სტეროიდებს. სტეროიდები პროცესებს რო ასწრაფებს 10-15 ჯერ რა. და პლუს მოზარდებზე არ მაქვს საუბარი. 20-22 წლამდე ორგანიზმის მეტაბოლიზმი იმდენად სწრაფად გენერირდება და იცვლება, რომ ძალიან მარტივია, რომ მუცლის ცხიმი ადამიანმა დაიშალოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ეგრეა. ანუ ბავშვს შეუძლია წონა ძალიან მალე მოიმატოს და დაიკავოს. მაგრამ აი როცა უკვე 24, 25, 27, 28, 30, 35 წლის ასაკში ხარ, მეტაბოლიზმის სიჩქარე რომ ნელ-ნელა მცირდება
ბევრად უფრო რთული არის, მით უმეტეს მუცლის ცხიმის. ზოგადად ცხიმის შლაც არც ისე მარტივია უკვე ამ ასაკებში, მაგრამ მაინც ვარჯიშის დროს ზოგადად ცხიმი გარკვეულწილად ქრება, მაგრამ უმეტესწილად ქრება კუნთთან შორის ცხიმი, ანუ ისეთი ცხიმები, რომლებიც კუნთებს შორის არის, რა. უშუალოდ ის ცხიმი, რომელიც კანზეა, ისე ვერ გახურდება ვარჯიშის დროს. ანუ 40 გრადუსამდე უნდა იყოს ტემპერატურა და ისე ვერ გახურდება ვარჯიშის დროს და ამ ტემპერატურამდე ისე ვერავა, რომ ეს დაიშალოს. კარდიომაგნიტური არის კარგი. ძუნძულებენ და ასე შემდეგ, რომ ტემპერატურა იზრდება. ვარჯიშის დროს შესვენებები გაქვს, რაღაცა გაქვს და ეგრე არ ხორციელდება იქ ყველაფერი რა. და კარდიოც არც ისე ბოლომდე წავს მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ შენ თუ უბრალოდ ვარჯიშობან კარდიოს აკეთებ და იკვებები ჩვეულებრივად და იღებ ცხიმებს ისევ, ორგანიზმი მაგ ცხიმს არ დაწვს. დაწვს იმას, რასაც იღებ. აქედან გამომდინარე, ზუსტად უნდა იყოს გაწერილი ორგანიზმში რა შედის და ეს უნდა იყოს იმ რაოდენობის, რომ ორგანიზმმა დაიწყოს იმ ცხიმის წვა, რაც აქვს მასზე, რომელიც იდეაში თავდაცვისთვის არის შექმნილი და იმ დროისთვის, როცა ორგანიზმი თვლის, რომ კრიტიკული სიტუაცია არის და შიმშილ ცხებს ხოლმე ცხიმის შლას. ყველაზე მეტი ენერგია მაგ დროს გამოიყოფა და ამიტომ ინახავს ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ზუსტად უნდა იყოს გაწერილი რა მიდის ორგანიზმში, რომ დაიწვას სწორად ის. აქედან გამომდინარე, პროფესიონალის მიერ უნდა იყოს გაწერილი ორგანიზმში რა სახის საკვები შედის, ცილა ცხიმი და ნახშირწყალი. შედარებით ნაკლები უნდა იყოს, რომ ნელ-ნელა წავიდეს კლებაში ორგანიზმი რა და ქრება მუცლის ცხიმიც. არ ვიცი, ვინ როგორ გააკეთეთ. რანაირად შეგიძლიათ დაწეროთ, ან პროფესიონალებთან გაიაროთ, მაგრამ მუცლის ცხიმი სწორი კვების გარეშე არ ქრება. ეს ერთიც და გადავიდეთ შებეგ ვარჯიშს. გარე. ხო და კიდე ის თქვა მინდა რა. მე რასაც ვამბობ აქ, ყველაფერი არის ჩემი რჩევა. თქვენ გაითვალისწინებთ თუ არა, ეგ თქვენი გადასაწყვეტია პირველი და მეორეც, ამბობ როგორც დებულებად, რომ გინდა თუ არა ესე უნდა იყოს ყველასთან. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და არის რაღაცები, რაც ცოტა სხვადასხვანაირად არის ყველასთან. მაგრამ არის სტანდარტები, რომლებიც усвоელია ყველგან. არ გეგონოთ, რომ უბრალოდ ეს ხეზე მოწყვეტილი არის და კონტენტ კრეატორი ვარ, რომელიც უბრალოდ რაღაც ინფორმაციას უცებ მოიჩენს და მე ყვება რა. 5 წლის წინ სერტიფიცირებული ტრენერი ვარ. დაახლოებით 7 წლიანი გამოცდილება მაქვს დარბაზში. ამდე ეს პროფესია იყო ჩემი იყოფობით და აქედან გამომდინარე 20-მდე ადამიანი ყავს, ვინც ვარჯიშობ, ვისაც წონა წარმატებით შეუცვალე ზრდით თუ შემცირებით, მნიშვნელობა არ აქვს და აქ რასაც ვამბობ, ეს უბრალოდ ესე ერთი ფრაზით წაკითხული არ მაქვს, ამას ვსწავლობ ძალიან დიდი ხანია და ჩემი ძალიან დიდი ხნის გატაცება არის დარბაზი. უბრალოდ ისეთი გატაცება არ არის, რომ მე მაგათად 100 კილომდე ავდივარ და რაღაც გავას. მინდა ჯანსაღი ცხოვრების წესი მიყვე, თუ რამეს ვთქვი. დადასტურებულად ვიცი და თუ რამე კითხვები გექნება, შეგიძლიათ პირადში მოვწეროთ და განვიხილოთ, პრობლემა არ არის. აუცილებელი არ არის, რომ თუ წონა დაბალი არის თქვენთვის, მაინდა-მაინც
წონა დავამატოთ რა. მე მაგალითად ბოლო ვარჯიშები როცა არის და უკვე სამდენი წონის მოხსნა და დამატება არ მინდა ხოლმე. ვაკეთებ ესეთ რაღაცას, რომ ნისლებს აუზრდი, მაგრამ გამეორებებს ვზრდი, ან ცალი ხელით ვაკეთებ ვარჯიშს. ეხლა მაგალითად ეს რო ავწიო ორივე ხელით, 10 გამეორება გავაკეთო, მერე ცალი ხელით 4 გამეორება, მეორე ხელით 4 გამეორება, იმ მომენტში ამ ხელს უჭირავს რა. და აქეთ ხელი ვარჯიშობს, რაც საბოლოო ჯამში ფამს მაინც ზრდის. აქედან გამომდინარე შეგიძლიათ რომ ეს მინი ცვლილებები თქვენს გააკეთოთ. აი რო ამბობდი დარბაზის განხილვებზე რა. ხანდახან რო წერენ ხოლმე ცუდ განხილვებს. ანუ დარბაზებიც უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან. ზოგიერთ დარბაზი არის, აი არ მინდა რომ რომელიმე დარბაზი უხეშადმე იყოს, მაგრამ უბნის დარბაზი რა. რას ნიშნავს ეგ? ეხა ეს დარბაზი მაგალითად ეს დარბაზში შეიძლება არც კი ჩავწეროთ, მაგრამ პატარა ლამაზი კუკლა დარბაზია, რომელშიც ყველა ინვენტარია. შეგიძლია ყველაფერი ავარჯიშო. არის დიღომში, მირიანოვის დასაწყისში, ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე. მე რომ მაგალითად აქვე ახლოს ცხოვრობდი რომელიმე კორპუსში, ამავე უბანში გულისხმობ რა, რამდენიმე კვარტალის იქით არა, ამავე უბანში. აქ მოვიდოდი, შევლებოთ ვივარჯიშებ. ყველაფერი არის, ძალიან მომწონს, გარემოც კარგია და აქვე არის რა. წასვლა არ დამეზარებოდა. არის უფრო დიდი დარბაზებიც, რომლებიც რავი, სართულები არის, ცალკე ოთახები აქვს და ასე შემთხვევაში. მაგალითად ვორტექსი არის აქვე, ალბათ 2 კილომეტრში. ეგ უკვე კომპლექსივით არის რა. პირველ სართულზე არის ჯგუფური ვარჯიშების და იოგის სივრცეები, მეორე სართულზე დარბაზია და მოკლედ რამდენიმე სივრცეა რა. და არის კიდევ უფრო დიდი დარბაზები, რომლებიც უკვე აკადემიებიც არის და ასე შემდგომ რა. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ გავიგოთ დარბაზი რომელ ჯგუფს შეესაბამება. შეიძლება ესე არ იყოფა დარბაზები, მაგრამ პატარა ლამაზ კუკლა დარბაზს ვერ შეადარებ ისეთ დარბაზს, რომელიც არის რამდენიმე სართულიანი და კომპლექსია ფაქტიურად რა. როგორც მარკეტს ვერ შეადარებს სუპერ და ჰიპერმარკეტებს. ანუ ყველას თავისი სეგმენტი ყავს და ყველას თავისი საჭიროება. ეხლა მე რო ჩემს უბანში ჩავალ მარკეტში, იქ ვერ მოვთხოვ იმ მარკეტს, რომ კონდეს რაღაც ისეთი, რაც ზოგადად იშვიათად იყიდება. მაგრამ რო გავალ მოლში, სადაც არის უზარმაზარი ზომის კარფური, ან გუდულში რო გავალ, ან უნდა ვეძებო. ზუსტად ეგრე არის ესეც. რავი, ეს ჩემი მოსაზრება არის. აქედან გამომდინარე, უბრალოდ მაგის თქმა მინდოდა, რომ ეს ყველაფერი შედარებითი არის რა. მაგის თქმა მინდოდა, რომ ჩემთვის ეს მისაღები არის და პირიქით მისაღებზე მეტიც. ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში. წავედი შემდეგ ვარჯიშს. ბეცია. დილის ვარჯიშს რაც შეეხება, უზმოზე ვარჯიშის მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ზოგადად თქვენი ორგანიზმიც. და რატო? დილის რო გაიღვიძებ მოკლედ და მთელი ღამის განმავლობაში გეძინა და წყალი არ მიგია, შენი სისხლი შედარებით გავრანტები. აქედან გამომდინარე, გულს ბევრად უფრო უჭირს, რომ ეს სისხლი გადატვინბოს და ამოძრაოს რა. ამით დილით რო ადგებით, პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის რომ დაგიოთ წყალი. და არა ერთი ჭიქა. ამით მაგალითად 9 ლიტრი. ან რამე მსგავს. რომ ორგანიზმი ეს დასწრილი წყლისგან ისევ ჰიდრირდეს, შეივსოს ეს წყლის მარაგი და 1 საათს მერე უკვე ჩვეულებრივ შეძლებთ ვარჯიშს. უბრალოდ ახალ გაღვიძებულზე უზმოზე რომ ეგრევე გარბიან დარბაზში, ეგრევე სარბენად გარბიან ორგანიზმისთვის ძალიან რთული გადასატანია ეგ რომ ისევ მერე სწრაფი სისხლის მიმოქცევას ხელი შეუწყოს რა და
და დატვირთვამოდის გულზე და ორგანიზმზე. რაც მერე საბოლოო ჯამში სულ შედეგებს მოგიტან, შეიძლება დღეს არა ხვალ არა, მაგრამ რამდენიმე წუთში. წინშლით დავუწყოთ ბელტებს. ან ბელტებში არის მნიშვნელოვანი, რა წარმატებად გვერდულად დავდგები და განახართ. უბრალოდ ხელს სწორად წევთ 90 გრადუსზე ან ცოტა ზემოთ. მაგრამ არ მოძრაობს ორგანიზმი. ანუ გაყინულია ორგანიზმი, მხოლოდ და მხოლოდ ხელები, რომ იმოძრაოს მხოლოდ და მხოლოდ დელტები. დელტებს ბევრს არ ვავარჯიშებ, მხოლოდ ერთი ეს ვარჯიში მაქვს, წინა დელტის, იმიტომ რომ კერძთან ერთად ისედაც იჭიმება, მაგრამ მაინც უფრო გამოიკვეთოს. ერთი მინი ვარჯიში საჭირო არის რა. განტელების ასეთ დგომას, ანუ ეს გვერდულად რომ ამომაქ, ეგ უფრო ამფავს და უფრო ჭიმავს. აი ხა ეს ნაწილი არის წინა დელტა. ესე რომ დავჭიმოთ. აი ეს არის წინა დელტა. ეს შუა დელტა, ეს არის უკანა დელტა. აი ეს ვთქვა, წამოვწიეთ და დავიწყეთ. ეხლა განშლებისთვის მოვიტან აღარ წოვს ცოტა. აი ხმა მაგალითად მარჯვენა მხარეს ცოტა გამიქცა და ტრაპეცია მომეჭიმა. იმის მიუხედავად რომ ვარჯიშები კარგად ვიცი, არც მე არ ვარ მუდმივად იდეალური რა. ამიტომ მნიშვნელოვანია მაინც პირველი ერთი ვითქვე თუ ვარჯიში კარგად არ იცის ადამიანმა ტრენერს არ მივიდეს, იმიტომ რომ შედეგი უფრო მალე მოვა რა და უფრო სწორი. ეს კარგი იყო. ჩემი მინუსი არის რომ ხელები მაქვს პატარა რა. ვავარჯიშებ ხელებს მუდმივად, მაგრამ პირველი რაც პატარავდება ორგანიზმში არის ჩემი ხელები რა. სამკერდი კარგად მისთვის. ნუ ეგ უკვე ორგანიზმზეა დამოკიდებული. კარგი, ჩვენი შემდეგი ვარჯიში რა არის? პატარა ვარ. აი 85-ზე რო ვარ ხოლმე. ძალიან კაია ხელებისთვის. ხელი მეშვება იმენი. სწორი როა ვერ ვკითხებ კარგად. მაგრამ კარგად წამოიღო. დღეს არ მოგცანებია subscribe-ი. დავასუბსკრაიბოთ არხი და მოიწონეთ რა თქმა უნდა. მაგით ვიგებ რამდენ ადამიანს აქვს სურვილი რომ გავაგზავნო ეს ყველაფერი რა. აი ეს ბოლოს და ეგ არის. დღეისთვის სულ ეს იყო. დამიწერეთ კომენტარებში რა მოგიწონათ, რა არ მოგიწონათ, რას ისურვებდით შემდეგზე რომ ნახოთ და შემდეგ შეხვედრამდე.